პროევროპული აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენი 28 ივლისს გამოცხადება. დღევანდელ პროცესზე ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი ახობაძეს პროკურატურა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავება და მას 8-დან 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ახობაძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს. გიორგი ახობაძე 7 დეკემბრის ღამეს დააკავეს. დაცვის მხარის პოზიციით ახობაძეს ნარკოტიკები ჩაუდეს. ნივთიერების შესაბუთ მასალაზე კი ახობაძის ნერწყვი გადაიტანეს. თავად პროევროპული აქციების მონაწილე ამბობდა, რომ პოლიციამ ნერწყვი მისი პირის ღრუდან აიღო. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით დადასტურდა, რომ ნარკოტიკის შესაბუთ მასალაზე მართლაც ნერწყვი იყო. ასევე ადვოკატების განმარტებით საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება. ვიდეო ჩანაწერი ან მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა. გიორგი ახობაძის დღევანდელ პროცესზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, თუმცა სხდომაზე შესვლა ყველამ ვერ მოახერხა, რადგან პროცესი 28 კაციან დარბაზში ჩატარდა. როცა მიჭერდნენ ყველაზე სასიამოვნო იმის სქერა იყო, როცა ვხედავდი ჩვენ մեր დამარცხებულები როგორი ღირსება აყრილები იყვნენ. ასე იცის მტრის მსახურებამ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლამ. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავები დაასრულეს. გულწრფელად მებრალებიან, ძნელია თან ცოცხალი იყო და თანაც ცნობიერებდნენ, რომ მორალური გვამი ხარ. ამ პროცესებზე მათ გონიათ, რომ ჩვენ გვასამართლებენ. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავებისთვის გამოაქვთ განაჩენი. ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით ჩვენ ცოცხლები დავრჩით, წყულუკიანები ჩვენ დახვრეტას ვერ მოგვისჯიან. თითოეულ ჩამქრალ ოცნებაზე პასუხს მოვთხოვთ. გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ. გიორგი ახობაძის გარდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით პროევროპული აქციების კიდევ 5 მონაწილე ნიკოლოზ კაცია, ანტონ ჩეჩინი, თედო აბრამოვი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბულია დაკავებული.